მოგესალმებით. თქვენ უყურებთ გადაცემად დიდ დროს. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ძალადობაზე, ძალადობის ფსიქოლოგიაზე, სისასტიკესა და დაუნდობლობაზე. არის ეს ბუნებრივი ფენომენები, რაც ადამიანში არის ჩადებული და უნდა შეეგუოს ამას საზოგადოება, თუ ეს რაღაცნაირად უნდა მართოთ იმ თვალსაზრისით, რომ შევეცადოთ არ ვიყოთ დაუნდობლები, დავტკუნოთ ჩვენს თავში ძალადობა და სისასტიკე. გულგრილობა, რომელიც იწვევს დაუნდობლობასა და სისასტიკეს. აი ამ თემებზე ვისაუბრებთ ფსიქოლოგ დალი ბერეკაშვილთან ერთად. დალი, ძალადობა და სისასტიკე არის კაცობრიობის ისტორიის განუყოფელი ნაწილი, ხო? და თან ეს არ არის რაღაცა შემთხვევითი და გარეგანი თვითონ ადამიანში. რაც მაკონსტიტუირებელი ძალებია თუ შეიძლება ასე ითქვას. როდის გახდა ეს შენთვის როგორც თემა, აი სად მოხდა, როგორც იტყვიან ხოლმე ეს ძალადობა არა როგორც ყოფითი ფენომენი, არამედ როგორც რაც მოვლენა, რომელშიც შენ დაინახე რაღაც საზრისი, რაღაც ისეთი შთაბეჭდილება. დიდი ხანია ესეთი განცდა, მაგრამ რაღაც სოციოპათიურ საზოგადოებაში ვცხოვრობ. ანუ სოციოპათია ორი სიტყვით რო ვთქვათ არის ისეთი ფსიქიკური გადახრა, როდესაც აი სოციოპათი აბსოლუტურად ნორმალურია ინტელექტუალურად, მაგრამ მისი დეფექტი არის, რომ სოციალურად დეფექტურია. სხვებს, სხვის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს, ინტერესებს არ უწევს არანაირ ანგარიშს. და ჩვენ საზოგადოებაში რაღაცნაირად თითქმის ნორმასავით იყო ეს სოციოპათია, რაც აი ყოველდღიურ წვრილმანებში ჩანს მაგალითად, რომ აი მაგალითად დგას მანქანა იმაზე, რა ქვია, ტროტუარზე. შენ სადაც გინდა იქ წადი ხა. Ну, кай, მე გადავალ სავალ გზაზე და რაღაცნაირად გადავრჩიები, მაგრამ ну თუ ცოტა ბებერი ვარ, თუ ცოტა რაღაცა ფეხი მდგივა, მაშინ ვერ გადავრჩიები, მაგრამ ვის რა შეინტერესებს. აი ესეთ რაღაცებით არის გაჯერებული, ხო, ჩვენი რეალობა. და ეს თანდათან რაღაცა მოიმატა ამან და მოიმატა რა, ბოლოს ეს რაღაცა გიგანტური შავი ჯიპები, რომლებიც ისეთი განცდა მქონდა, რაღაცნაირად უნდა გადარჩე და რეალურადაც ესე იყო. მე რაღაცა ფსიქოლოგიურად განათლებით, მე დავინტერესდი რა ხდება ეს სისასტიკე, საიდან მოდის, რა მოდის. თავის დროზე ფრომიც საკითხით დაინტერესდა და ძალიან ცნობილი საკწერილი ადოლფ ჰიტლერი და ნეკროფილია. ნეკროფილია. ანუ ეს ნეკროფილია არის რაღაც პათოლოგიური რაღაცა ლტოლვა მიცვალებულებისადმი, მაგრამ ფრომს აქვს ნეკროფილია როგორც ნეკროფილური ტიპის ხასიათი, არა საკუთრივ ეს ნეკროფილი. ნეკროფილური როგორც რაღაც პიროვნული ხო, ნეკროფილური და ბიოფილური. ანუ ადამიანი უფრო სიცოცხლის მოყვარია, თუ არის რაღაც მიდრეკილი რაღაცა პირქუშობის, რაღაც სისასტიკის ურჩევნია მექანიზმები თუ ცოცხალი არსებები და ესეთ დეტალებია. შემდეგ ფრონმა ეს სხვათა შორის განაზოგა და უკვე ხალხებზეც და დაიწყო ეგრეთ წოდებული პრიმიტიული ხალხების შესწავლა. ეხლა არაპოლიტკორექტულად ითვლება პრიმიტიულ ხალხებს არ ეძახიან წინა ინდუსტრიული საზოგადოებები და ბევრნაირი აღწერა თვითონ კი არ იმუშავებოდა ანთროპოლოგების და იყენებდა მასალას და დაახარისხა ესენი. და სამი ის ქონდა გამოყოფილი. A, B და C ჯგუფი. A ჯგუფი ეს ხალხები, რომლებიც არიან ბიოფილური, სიცოცხლის მოყვარე, B ესე გარდამავალი და C, ხა B-ზე თავს გავანებთ, C არის აგრესიული და დესტრუქციული ტიპის ესე იგი ჯგუფები. მაგალითად, A ტიპის ჯგუფისთვის არის დამახასიათებელი რომ ეს საერთოდ ზოგადად აქვს ძალიან დადებითი მოდუსი. სიცოცხლეა მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. ერთმანეთი ძალიან უყვართ. მკვლელობა საერთოდ არ ხდება ამ ტომში. ბევრს ეკავენ და ბევრს მღერიან. ინიციაცია კი აქვთ, მაგრამ რაღაც არასოდეს არ გადადის რაღაც სისასტიკეში და წამებაში. აი ესეთ ხალხი. ინიციაცია ყოველთვის არ ნიშნავს სისასტიკეს. ხო, აი A ტიპის ჯგუფებთან არ არის სისასტიკე. ნუ B-ს გამოვტოვებ, იმიტომ რომ რაღაც შუალედია და C არის მაგალითად ერთი ჯგუფი არის ესეთ გადასარევი დობუ. აღწერილი. ამ ტომთან მაგალითად აი პირდაპირ არის აკრძალული სიცილი და მხიარულება. აკრძალულია უბრალოდ. ურთიერთობაშიც პოზიტიური ემოციები აკრძალულია. ერთი გამონაკლისია მიაქცეთ ყურადღება. ეგ გამონაკლისია ეგ დედის მხრიდან ნათესავები, რომლებსაც ქვია ზუზუ. მარტო ეს შეიძლება ამას აღიარებენ. დანარჩენი ესე იგი მთავარი ღირებულება არის ეგრეთ წოდებული ვაბუ, რაც არის
მისი კარიერის გაკეთებას ნებისმიერი ვერაგობით და მკვლელობით და ყველაფრით. ანუ ეს ვაბუ არის პრინციპი. და ეს დობუზე და რაღაცაზე რა ბევრი რო ვიკითხე, რაღაცა ანალოგია მომივიდა, რომ ჩვენ საზოგადოებაში ბევრი არის რა, დობუანური ისენი. ეს ყველაფერი. მე მგონი ძალიან აქტუალურია თანამედროვე დასავლეთისთვისაც. ნების ვერაგობა მკვლელობის ჩათვლით თურთ, ხო, არა? ნუ შექსპირიდან მოყოლებული იყო. შესაძლებელია. მოდერნული საზოგადოება. არა, მე რა მინდა ვთქვა, რომ ხა იმ კომპლექსურ სულა ძალაუფლებისაკენ მაკბეთი არის შესანიშნავი ნიმუში ამისა. შეიძლება, მაგრამ ჯერთი იქიცვლება ყოველთვის ერთ-ერთ კომპლექსურ საზოგადოებაში. ინდუსტრიულში არის ყველა ტენდენცია შერწყმული და გააჩნია რომელი დომინირებს, ხო? ნუ ჩვენი საზოგადოებაც კომპლექსური არა ვართ ახლა პრიმიტიული ტომები, მაგრამ რატო ხდება, რომ ძალიან ხშირად ერთი და იგივე ორმოში ვარდებით დიდი იმედების შედეგად აღმოჩნდებით ხოლმე ისევ რაღაც საშინელებაში. და რაღაც სხვადასხვა შეფუთვით. შენ ახლა გულისხმობ ბოლო 20 წლის ისტორიას. კი. სულ ერთი და იგივე რაღაც ბოლოში რაღაცა არა მარტო ბოლო 20-ის ახლა ნუ ეს დაუშვათ იგივე ოქტომბრის რევოლუციას დიდი ბედნიერებისკენ სვლა იყო და არ ვიცი ხა ფაშიზმის ამ 20 წელმა მაინც ჩვენზე გავდარეთ და ჩვენი კი რა თქმა უნდა ძირითადად მაგაზე ვლაპარაკობ რომ რაღაცაში რაღაცა ძალიან ბედნიერად მივდივართ სადღაც და აღმოჩნდებით ისევ სადა სხვადასხვა შეფუთვით მაგრამ რაზე მინდა ლაპარაკი რა არის ეს რაც არის შეფუთული და ეს რაც არის შეფუთული ეს არის ის რაღაცა სიღრმისეული, რომელიც არასად არ არის დაკარგული, არ ვიცი ახლა მაგას დაარქმევ კოლექტიურ არაცნობიერს თუ შეიძლება წესჩვეულებებით გადადის, მაგრამ არის რა ეს ჩვენ ხალხებში არის, მათ შორის ჩვენშიც არის ეს ღრმა წარსული, ჩვენი ფსიქიკის ღრმა შრეებში არსებული. და თუ კი არის ხოლმე ის სიტუაცია, როდესაც ასე ვთქვათ ეს მცირე რაღაც ცივილიზაციური რაღაცა შრე რაღაც მიზეზების გამო მოშორდება ხოლმე, ეს ისე ვაგერაკავს. აი აქ ჩავარდებით ხოლმე. ანუ გვაქვს ეს სიკვდილის კულტი, ხო? ხო და ეს რატო გამახსენდა? იმიტომ რომ რაღაცნაირად მე ეს რაღაც ჩვენთან ბოლო ამბები რომ მოხდა და რომ გამომჟღავნდა კარგად. ჩემთვის არ იყო უცნაური, იმიტომ რომ მე მაგალითად მოველოდი, მართალი არ ვიცოდი ეს ყველაფერი, მაგრამ მოველოდი, იმიტომ რომ აი როდესაც დღისით მზისით ასე დაუნდობლად ექცევა როდესაც სრულად მის ხელში იქნები და დახშულ სისტემაში რას იზამს? რა თქმა უნდა, ყველაფერს იზამს. და გასაგებია, იქ დახშული სისტემა იყო უკვე არასაკრალიზებული, მაგრამ სიკვდილის ფაბრიკა. ანუ აცტეკებს ხო საკრალიზებული ფაბრიკა ქონდათ სიკვდილის კულტი. აცტეკების სისასტიკე იყო აბსოლუტურად ფანტასტიკური, ხო? ეს მათ მიაჩნდათ რომ მზე არ ამოვა თუ ძალიან ბევრ მსხვერპლს არ შესწირავენ ყოველ დღე. ეს რაღაც წარმოუდგენელი იყო. მთელი მაგათი საზოგადოება აგებული იყო იმაზე რომ აღეზარდათ ეს რა ქვია მეომარი რომელიც მე მოიპოვებდა ამ ტყვეებს მეზობელი ტომები და რომ მე ესენი შეეწირათ მსხვერპლად. ეხლა საკრალური არ არის ეს ციხე, მაგრამ ფაბრიკა არის ხო სიკვდილის. ნუ იმ რიტუალს ხოდა რაღაც დანიშნულება და საზრისი და ეს ფაქტიურად რაღაცნაირად რეგრესი და ჩავარდნა აი ამ რაღაც თითქოს ჩვენს წარსულში, რომელსაც ოღონდ ეს საზრისი არ აქვს. საზრისი აღარ აქვს. იმიტომ რომ ძალადობა როგორც ასეთი თქვა და შეშიშროლის სახით. გაველურება ყოველთვის უფრო შემზარავე ვიდრე საკუთრივ ველურობა. ისინი ვითომ ახდენდნენ სხვების განადამიანებას, რეალურად თვითონ განადამიანდნენ. რად გადაიქცნენ, არ ვიცი, ხე ცხოველი არ არის, რაღაცა არ ვიცი, ხე. შეიძლება რაღაცა ფიგურალურად უწოდო დემონი. ეს სულ ერთი სურათი წარმომიდგება რა რო შეასწავლ ლაპარაკო და გითხარით კიდეც თომას მანის გენიალური ჯადოსნური მთა და ესეთი ეპიზოდი, რომელიც ორ ნაწილად ყოფს ამ რომანს. სადაც ჰანს კასტორპს ჩაეძინება თოლში და ხედავს სიზმარს, რომელიც ორ ნაწილიანია, ვთქვა და ასე პირველი რაღაც ულამაზესი სურათი, რაც არაჩვეულებრივად ლამაზი ესეთი მედიტერანული საზოგადოების ბავშვები, ქალები, მამაკაცები, რაც ზღვისპირას სურათი და რაც მშვენიერესი რაღაც არის და ამის შემდეგ ჰანს კასტორპი დაინახავს ბავშვის მზერას, რომელიც აი საერთკენაც იყურება და მიდის იმართულებ და რაღაც კომუნისტური ტაძარი და რომ შედის შიგნით. არის შემზარავი სცენა, რომელიც რაღაცნაირად აი ვაჟა-ფშაველას, ალდო-ქეთელაურს და დევების ქორწილს მაგონებს პირადად მე, როდესაც რამდენიმე რაღაცა საშინელი არსება
დედრობითი სქესის თომას მანთანესია, რომელიც თან ასეთი გაურკვეველი ასაკის ალბათ უფრო მოხწრას ალკაჯებივით, ბებრები, ალკაჯებივით და რომლებიც გლეჯენ და ჭამენ ახალშობილ ჩვილებს და ყველა საინტერესო არის ის, რომ თომას მანი გახაზავს ერთ რაღაცას, რომ ესენი ლაპარაკობენ გერმანულ დიალექტზე. არ მახსოვს. ხო. თუ ეს პირველი სურათი არის რაღაც და უცებ ხანს კასტროფი ხვდება რომ ეს არის ერთი მედლის ორი მხარე რომ ერთად არის ეს რაღაც დიალექტიკური სურათი რომ პირველი ნაწილი მეორე ნაწილთან არის დაკავშირებული როგორც ახლა შეინაბობდი რომ არის ორივე ჩვენში ხო ნუ ფროიდი იყო და ალბათ ეროსი და თანატოსი რომელიც არის ორივე არის ადამიანში რა ეს ორივე საწყისი რომელიც და აი ამის უკან იმალება ეს რაღაცა საშინელებს ხალხშეწირვები და ნუ თუ ამას კიდე უფრო გროტესკულად გადმოვიტანს თომას მანის აი მაშინ ოღონდ ეს რასაც მე ვიტყვი ახლა ეს გროტესკული ანარეკლი იქნება ხო რაღაც აი ეს ფასადური დემოკრატია და ციხეებში რაც ხდებოდა თქვა და ასე რა თუ ამ 9 წელიწადზე ვილაპარაკებთ გარედან რაღაც არაჩვეულებრივი სურათი რეალობის და შიგნით აი ესეთი რაღაცეები ლას-ვეგასი და გულაგის რაღაც ნაზავი ლას-ვეგასი და გულაგის ნაზავი თქვა და ასე ხო, მაგრამ ხო არიან ხალხები, რომლებიც ცხოვრობენ აი A ტიპის ხალხები ბედნიერები და იმათ არ აქვს ეს შეწირვა. არ არის ანუ აუცილებელი რომ მეორე კი შეიძლება შენში არის, მაგრამ ეტყობა ეს არის წინა ისტორიული ამბები, რომლებიც ჩვენში არ დაკარგულა დალექილა, მაგრამ მე ერთი თქმა მინდა რომ ის მეორეც ხო არის უბრალოდ ის პირველი ჩვენში. და აღმოჩნდა რომ ძალუმად არის, იმიტომ რომ აღმოჩნდა რომ ეს ჩვენგან ამოზრდილი ეს მთავრობა, რომელმაც ეს სიკვდილის კულტი ფაქტიურად დაამკვიდრა. ოღონდ რა თქმა უნდა შეფარულად. იმიტომ რომ არ არის აცტეკების დრო. ეს შეფარულად ისინიც კი ფარავდნენ, რა ქვია, გერმანელებიც ფარავდნენ. ღიად არ ქონდათ საკონტრაქტო. აუშვიცი დამალული ქონდათ. პირიქით აუშვიცზე იყო წარწერა, ხო, Arbeit macht frei, რომ შრომა ათავისუფლებს. პრაქტიკულად მარქსისტული ფრაზაა. ჩვენ ციხეზე ახლა არ ვიცი როგორ არის იმედი მაქვს რომ ესე არ არის, მაგრამ შეიძლება რომ ეს დანტესის წაგეწერა რომ ყოველგვარი იმედი აქ შესულმა დატოვა, იმიტომ რომ იქ რაღაცა გადიოდი რაღაცა სიკვდილის კონვეიერს. სამ დღეში ერთხელ მიცვალებული გამოდიოდა. ნუ ოფიციალურად ეს როგორც ვიცით სტატისტიკა დაახლოებით ესეთია 2006 წლიდან 2012 წლამდე 600 დაახლოებით პატიმარი. ხო, მაგრამ აი ხა მე ჩემთვის საიმედო რა არის. ერთი ფილოსოფიური პოსტულატი უნდა თქვა, რომელიც ახლა ყველასთვის ცნობილია, განსაკუთრებით ფილოსოფოსის, რომ რაც შენში არ არის, ახალს თუ რამე შენში არ არის, ახალს ვერც გაიგებ და ვერ შემოვა შენში. ანუ რაღაც აპერცეფცია ქვია, რაღაც უნდა დახვდეს შიგნით. სხვათა შორის უზნაძე, ქართველი ფსიქოლოგიური სკოლის დამფუძნებელი, მისი განწყობაც ეს არის რა, რომ თუ რამეს აკეთებ ან რამეს აღიქვა, ეს იმიტომ ახერხებ, რომ ის რაღაცნაირად შენში არის და ის რაღაცა უზნაძემ დაარქვა, რომ არის განწყობისეულად შენში. ანუ შენში არის. ხო და თუ ახლა ესე, ნუ ჩვენში არის დაუშვათ, ხო ეს რაღაცა ნეკროფილური ტიპის ისა, მაგრამ ბიოფილურიც არის. და დარწმუნებული ვარ მე, რომ ამის პროვოცირება შეუულია კონკრეტულ რაღაცა სოციალურ პოლიტიკურ რაღაცა გარემოს. და მოხდა ეხლა რაღაცა ეს აგრესიულ ნეკროფილური მის პროვოცირება, რაც აღმოჩნდა რომ სრულადაც მოსახლეობისთვის აღმოჩნდა მიუღებელი. მიუღებელი არ უნდათ თურმე. იმიტომ რომ შეიძლება უნდოდეს. ამდენხანი რო ითმენ და რაღაცნაირად მისაღები იყო. რაც არ გინდა იმას არ მოითმენ. ჩვენთან იყო შეჩვევა, გულგრილობა, სისასტიკისადმი. აი ესე თქვი რომ რაღაც გულგრილობა და დაუნდობლობა რაღაცნაირად გულგრილობა, რომელიც გადადის დაუნდობლობაში. აი, როდესაც შენ რაღაცა გულგრილად ჩაული ვიღაც უბედურს, რომელიც ყდება შიმშილი. ნუ ეხლა არ ახარ იქნებ მკვლელი, მაგრამ შენი გულგრილობა გადადის ხო დაუნდობლობაში. ხო, გეჩვენება რომ ეს ლიბერტარიანული იდეოლოგია, რომელზეც ამდენს ვლაპარაკობთ ხოლმე, რომ იყო რაღაცნაირად გამართლება ამ ყველაფრის, აი ამ უაღრესად არქაული, უაღრესად შეიძლება, კი, ზუსტად. ანუ ეს ჩვენი რაღაც სიკვდილის კულტი იყო შეფუთული ლიბერტარიანულ იმაში, რა ქვია, რომ აი თავისით მოხდება ყველაფერი დარეგულირდება. ანუ მთავარი აქ რა არის? თანაგრძნობის დეფიციტი. თანაგრძნობა არ იყო, ასე ვთქვათ, წახალისებული. და ეს ხალხმა, რომელიც მიჩვეული იყო გულგრილობას, ბევრი რაღაცეების მიმართ. აი ეს ხო არ არის დაუშვათ ამ მთავრობის, რომ დაუშვათ აი უნარ შეზღუდულებისთვის არ არის სივრცე, ხო?
ხანში შესული ხალხისთვის არ არის სივრცე, სად არის? აი სად უნდა წავიდნენ მაგალითად. წავედით ნახეთ აქ სხვა ქვეყნებში რა ხდება რაღაცა ეს მოხუცი ისინი სპეციალური მეებში დადიან და დროს ატარებენ და აქ არაფერი რა სახში იჯექი ერთადერთი ხო? არ არის სუსტისთვის სივრცე არ არის. პრიმიტიული ნიჩიანელობა როცა პირდაპირ აზრით გაიგება წაქცეულს წიხლიც მიაყოლე და ძალიან საინტერესოა სხვა ჩვენ სამასთან დაკავშირებით მაგასთან ჩვენთან ეს სახელი და გვარი მაინც და მაინც არ არის ცნობილი არა და ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა იყო ესეთი სწორედ მასთან ერთად დაკავშირებული ეს უკიდურესი მემარჯვენეობა ეს ეინ რენდი ეგეთი ამერიკელი სხვა შორის საბჭოთა კავშირიდან იყო გაქცეული რომანებსაც წერდა ტრაქტატებიც აქვს თავი ამასწავლებელი მომენტი რა არის რომ ადამიანი უნდა იყოს ეგოისტი ყველაზე უფრო ცუდი რაც არის როდესაც შენ ეხმარები სხვას ესე იგი ჩემთვის ეს არის აი უკიდურესობამდე მიყვანილი ანტიქრისტიანული პოსტულატი რომ არაფერი არ უნდა გააკეთოს სხვისთვის და ყველაფერი უნდა გააკეთოს საკუთარ თავისთვის ყველაზე ცუდი არის როდესაც ყველაზე ცუდი არის ხალხშეწირვა სხვისთვის ყველა მიხედოს საკუთარ თავს ну ოღონდ რა თქმა უნდა შეფუთულია იმიტომ რომ ყველაფერი კანონის ფარგლებში უნდა ხდებოდეს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ მაგრამ თავისთავად მე მგონია რომ სწორედ აი ეს ესეთი ტიპის იდეოლოგია ამან ასე ვთქვათ ის ახლა რაღაც წაახალისა ისედაც ეს ტენდენცია გუგრილობს რომელიც მანამდე უკვე არსებობდა ქართულ საზოგადოებაში რომელიც იყო ხო სამწუხაროდ იყო ეს რაღაც დაუნდობელი გუგრილობა რომელსაც დავარქმევდი და რომელიც არა მარტო ადამიანებზე ვრცელდება, არამედ ვრცელდება მაგალითად ცოცხალ ბუნებაზე. აი სხვა შორის ამ ბოლო დროს აი ამ თავრობისთვის დამახასიათებელი იყო ძალიან ინტენსიური ხეების ჭრა. თითქოს აი ფლაშსაცემი წერებიან ტყეებს, ბუნებას, რომ უნდა ეს ყველაფერი დაინგრას. აი როგორც მიაჩნდათ რომ საზოგადოება უნდა ეს არის საზოგადოება უნდა გაკეთდეს ახალი ადამიანი ახალი ქართველი ამ ბნელი და ასევე ბუნებას უნდა დაინგრას და ყველაფერი ბეტონის ის აშენოს და შუშის ერთი და იგივე ტენდენცია უყურთ ერთი მხრივ საზოგადოებაზე მიმართული მეორე მხრივ ბუნებაზე და ამიტომ მე მინდა თქვა ეხლა რომ აი ეხლა რაღაც მოკლედ რაღაც საიმედო ტენდენციები რო არის არავითარ შემთხვევაში მეორე რიგის მოვლენა არ უნდა გახდეს ბუნების საკითხები იმიტომ რომ ეს ერთი და იგივეა ჯერდი ვერ დაიცდის ბუნება და მეორეც ერთი ეს არის აი ახალი მსოფლმხედველობა უნდა გახდეს ესა რომ ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარია სიცოცხლე ცოცხალი ფსიქე ეს სხვა შორს აი მე არ მესმის აი ვისთვის არის მნიშვნელოვანი თუ ცოცხალი ფსიქე ან ცოცხალი სუბიექტი ადამიანი და არა მარტო ადამიანი ის თუ არ არის აი რა მნიშვნელობა არის რამდენადაც მაკროეკონომიკური რეიტინგები ვინ არის რეიტინგი გძნობს რამეს უხარია ელიტა რომელიც ელიტას აღარ შეუძლია სიხარული იმიტომ რომ არის იმ დობუს წესით ცხოვრობენ და ეგ სიხარული აკრძალულია მათ შეუძლიათ მარტო პირქუში ტკბობა სხვა შორის ძალიან საინტერესო მომენტია ახლა რაც მე მსმენია ამ ელიტის შესახებ ნარატივები და გადმოცემები რაც არნახულად მაგონებს ხოლმე ის რაც აქ აღწერილი სვეტონიუს თავის 12 კეისრის ცხოვრებაში, ხო? განსაკუთრებით ეს ეხება კალიგულას ნერონს, სადაც არის სრული ტრანსგრესია, ზღვარგადასულობა, მაგრამ არანაირი სიხარული არ არის. იმიტომ რომ კალიგულა იყო ტიპიური სოციოპათი, განუსაზღვრელი ძალაუფლებით, ხო? ხო და აი სოციოპათიაზე რომ ვხუჭავდით მრავალი წელი თვალს, ეს სოციოპათია რაღაცა კონცენტრირდა, კი რაღაცა წესრიგი მოხდა, კი. მაგრამ კაცო, ვისთვის მოხდა ეს წესრიგი? ვერ გავიგე, თვითღირებულია ის რაღაც სახლი და ისა? ცოცხალია მარტო ღირებული, მეტი არაფერი. ცოცხალი ადამიანი, ცოცხალი ფსიქე, კონკრეტული და სხვა შორის ცოცხალი ცხოველიც, რომელსაც ტკივაკიდეს და სხვა შორის მცენარეც. აი ეს ღირებულებები უნდა წამო და ამის თქმა მინდა, რომ ეს ყოველ ნაბიჯზე ჩვენ ყოველ დღიურ ცხოვრებაში უნდა აი ეს გავაკონტროლოთ, რომ უნდა განდევნოთ ჩვენი ცხოვრებიდან გულგრილი სისასტიკეში გარდამავალი გულგრილობა. აი ეს მიტეხავდა გულს, რომ აი პრაქტიკულად ყველა ბოროტად იყენებდა თავის ძალაუფლებას. აი პატარა ადგილზეც კი გამყიდველი, ის რაღაცა მძღოლი, აი ყველა აი ეს რაღაცნაირად უნდა ამოვაგდოთ რა ჩვენ ცხოვრებიდან რა ბოროტად ნუ არ იყენებ რა ძალის კულტს მოეშვი რა მორჩა ანუ თანალმობა როგორც თანალმობა და თანალმობის პრინციპი უნდა გახდეს უნდა აღდგეს იყო ქართულ ხასიათში მართლა კაცო ეს იყო ძალიან საინტერესო მომენტია სიყვარულია კაცო ახლობლების ეხლა მე გამოსცემთ ეს საინტერესო მომენტი
ადრეული ბუდიზმი და უფრო გვიანდელი, ანუ ჰინაიანური და მაჰაიანური ერთი რამით განსხვავდება, ძალიან სერიოზულად განსხვავდება ერთი მეორისგან. აი, ადრეულ ბუდიზმში არის არხატის წმინდანის იდეალი. რაც გულისხმობს, ну, ეს არის მედიტაციაში არის დაღუდებული, რაც ნირვანაში უნდა გადავიდეს, აი გვერდზე კვდება ადამიანი. საერთოდ არ იყურება მისგან, იმიტომ რომ ну, ეს კარმულად ესე არის განსაზღვრული, მე უნდა მივხედო ჩემს თავს, ანუ რაც აი ამის მერე ძალიან საინტერესო ცვლილება ხდება, შემოდის მაჰაიანური ბუდიზმი, ანუ ქართულად რო ვთქვათ, ესე იგი ვიწრო გზა, ფართო გზა, ჰინაიანი, მაჰაიანი, უფრო შინაარსობრივად რო ვთვალებოთ. და იქ ჩნდება ბოთხისატვას იდეალი. ვინ არის ბოთხისატვა? ბოთხისატვა არის ბუდა, რომელიც არ გადადის ნირვანაში. რატომ? იმიტომ რომ თავისი აქ ყოფნით ეხმარება ყველა ცოცხალ არსებას, არა მხოლოდ ადამიანს. იმიტომ რომ არ შეიძლება აზრი არ აქვს. ერთადერთი მნიშვნელოვანი არის ცოცხალი ადამიანი და ცოცხალი არსება. აი ქრისტიანობაზე ეს ადგილი როა, ქრისტეს რო ეკითხება, ყველაზე მთავარი რა არისო, აღარ მახსოვს იმისა. და ნუ შენ რა გონიაო, ნუ მე რაღაც ღმერთს ვსემპავ, სწორიაო. და კიდე მოყვასე გიყვარდეს. მეტი არაფერი არ გჭირდება. გიყვარდეს მოყვასი. ორი მთავრაცნების შესახებ. ქრისტე გეუბნება რომ თავარია რომ გიყვარდეს. მოყვასი ვინ არის? მოყვასი არ ნიშნავს რომ არის შენი ნათესავი. არა, საინტერესო არის ის რომ ლუკას სახარებაში არის ეს მომენტი და ვინ არის ჩემი მოყვასიო და ამის შემდეგ ხდება ქრისტე იგავს კეთილი სამარიელის შესახებ. რომელიც არის სამარიელი იუდეველისთვის არის აბსოლუტური უცხო, რომელიც არის მტერი. და ყვება რომ თურმე აი ეს მოყვასი ყოფილა სამარიელიც. მოკლედ არაფრის მოგონება არ გვინდა რა მე ამის თქვა მინდა. არის ეს ყველაფერი ჩვენში. ყველა რომ ამდენი ღვთისმოსავია ვერ გავიგე და ამდენი სისასტიკეს როგორ ათავსებენ ერთმანეთში აბსოლუტურად გაუგებარია. გამოდიან და გაქვავებული სახეებით ჩაავლენ რაღაც უბედურებას, ხო? მე სხვადასხვა ძალიან ისე ვიყავი განწყობილი რაღაც ვიმედოთ არა პოლიტიკური თვალსაზრისებით კი არა, საერთოდ მე ეს განვიცდიდი რომ საზოგადოება ჩვენ იმდენად არის ამით გამსჭვალული რომ დიდი მნიშვნელობა არ აქვს რომელი პოლიტიკური ძალა იქნება. მაგრამ აი მე შევწდი, იმიტომ რომ აღმოჩნდა რომ ეს თურმე სხვებსაც ამოუვიდა ტყელში, ეს იყო დიდი ბედნიერება ჩემთვის. მე იცი მგონია რომ მადლობელები უნდა ვიყოთ ამ მთავრობის, წინა მთავრობის, იმიტომ რომ მათ ისეთ კონცენტრირებული სახით საქმეს, ასე ვთქვათ, მოუყარეს თავი ამ ძალადობას და აი ამ ნეკროფილურ კულტს, რომ უბიძგეს რაღაცნაირად მთელ ხალხს და თვალები აეხილათ, რომ აი ეს არის ეს არის თურმე აი ეს იყრის თა. თორემ მანამდე მაგაში ცხოვრობდი, მაგრამ ასე ვთქვათ ლაითად, მაგრამ აი ამათ კონცენტრაცია გააკეთეს და შენი საუბრიდან გამოდის ეს რამ, რომ ფაქტობრივად ის რაც მოხდა, ეს იყო წმინდა სამედიცინო გაგებით კრიზისი. როცა ნაამბობენ მოკვდება ან გადარჩება. ესე იგი ეს რაც მათ გააკეთეს, იმიტომ რომ ასეთი ძალადობის ასეთი კონცენტრაციით პირიქით შეიძლება მოხდეს ის, რომ საერთოდ ვერ გამოხვიდე ამ სიტუაციიდან. მით უმეტეს თუ ავანტყოფს არ აქვს სიცოცხლის ნება. თურმე ქონია ავანტყოფს. მე მაგალითად არ ვიყავი დარწმუნებული. აღარ აქ იქნებ ქართულ ხალხს ნება სიცოცხლის, რომ აი როდესაც ეს მაგალითად შენ გარემოს ეს ნიშნავს რომ რაღაცა მომავალზე აღარ ფიქრობ, ხო? მაგრამ თურმე ქონია სიცოცხლის ნება. იმიტომ რომ აი ეს უკვე თვალით რო დაინახ, უკვე გადაირია და ძალიან კარგია რა, ელექტროშოკივით იყო რა. უბიძგა. მადლობლები უნდა ვიყოთ. მაგ მხრივ ხო, რასაკვირველია დიდი მსხვერპლი, მაგრამ რატო ვითმინეთ ამდენი? ჩვენ უბრალია, მაგრამ ნუ აი ესე მგონია, რომ ეს აპერცეფციული დასაყრდენი ჩვენში შორსაძებნელი არ არის. ძალიან ელემენტარული რაღაცები უნდა გავაკეთოთ. უნდა შემოვიყვანოთ, დავაბრუნოთ ჩვენ ცხოვრებაში თანაგზნობა. ეს უნდა გვახსოვდეს, რომ ძალადობა არის არანორმალურობა. არ არის ნორმალურია პირიქით რომ რა ვიცი კაცო მოხუც ადგილი დაუთმო უნარ შეზღუდოს რაღაც პირობებზე არ გადაუარო ნუ არ ვიცი აბა რეები ახსნა ცოცხალი კნუტი არ უნდა გადააგდო და სანამ არ მოკვდება იქ არ უნდა ეგდოს ხე არ უნდა მოჭრა იმიტომ ნუ არ ვიცი რატომ მანქანაზე დაგაყარა ფოთოლი ჟანგბადს აკეთებს მარტო მწვანე ესენი სცენარები არ იციან ჟანგბადე სიცოცხლის საფუძველი და თუ გვიღირს სიცოცხლე ეგრეა და ხო თურმე გვიღირს მაშინ ესე ვიტყოდი დავიცვათ ეს ელემენტარული ჭეშმარიტებები რაც უკვე ძალიან დიდი ხანია ნათქვამი და ნაფიქრი შენ თავიდან უნდა იფიქრო და შენ თავიდან უნდა მიხვიდე ამ ჭეშმარიტებებამდე
Thank you.